ჩემპიონის პირველი ემოციები, კომენტარები და ფაქტები, რომელიც ისტორიაში პირველად დაფიქსირდა. ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი ლუის ენრიკეს აზრით და კიდევ რამდენი ტიტულის მოგების შანსი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ გერმანიიდან, სადაც ჩემთვის და ალბათ ბევრი ქართველისთვის ყველა დროის საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დიდი ისტორია დაწერა. ხვიჩა პარის სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამ ტიტულს კვარაცხელია და ფრანგული გრანდიც ისტორიაში პირველად დაეუფლნენ. პარის სენ-ჟერმენმა ინტერი გაანადგურა. ამ ფინალამდე იყო თამაშის განვითარების ბევრი ვერსია, თუმცა 5-0 და ასეთ უპირატესობას არავინ ელოდა. პირველი ტაიმი პარის სენ-ჟერმენისთვის კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი ტაიმი ქართველისთვის არც თუ ისე კარგი გამოდგა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა და ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ხვიჩა არის მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პარის სენ-ჟერმენი კი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5-ბურთიანი უპირატესობით მოიგო. ლუის ენრიკე არის მეორე მწვრთნელი, რომელმაც ტრებლი ორ სხვადასხვა კლუბში მოიგო. მოკლედ, ამ დღეს ბევრი ისტორია დაიწერა. ნამდვილი ჩემპიონი, ფეხბურთელი, რომლის წინაშეც ქუდი უნდა მოვიხადოთ. სწორედ ამ და სხვა ფრაზებს იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სპორტული გამოცემები ქართველის შესახებად. ეს შეფასებები კი ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ქართველის დახმარებით შეძლო პარის სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მოხდება. ახლა კი უბრალოდ დავთქვეთ ჩემპიონების პირველი ემოციებით და კომენტარებით. ეს გიჟური შეგრძნება. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდებოდი. ოცნებები ნამდვილად ხდება და ამის აღწერა არ შემიძლია. ეს გიჟური ემოციებია. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, ახლა ჩემს ქვეყანაში ხალხი ბედნიერია. პარის სენ-ჟერმენი დიდებული გუნდია. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ბედნიერი ვიყავი, რადგან აქ გადმოსვლა ძალიან მინდოდა. დღეს გამოჩნდა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. აქ ამ დიდებულ ბიჭებთან ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მაგრამ ეს ფეხბურთია. ხშირად არსებობს რთული მომენტები, რომელიც უნდა გადალახო. ახლა ეს შევძელით. არ არის ადვილი ფინალში ინტერის 5 ბურთით დამარცხება. თავარია, რომ ოჯახივით ვართ. ვცდილობთ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. ყველაფერს იდეალურად გვიხსნის. ჩვენ კი უბრალოდ მოედანზე გადაგვაქვს მისი დავალებები. ისტორია დავწერეთ. სეზონის დასაწყისიდან მიზანი ტიტულების მოგება იყო. ახლა კი დიდი ზეიმის მოწყობისა და მომენტით ტკბობის დრო დადგა. ვცდილობდი არ მომექცია წნეხში კლუბი, რომელსაც ეს ტურნირი არასდროს ჰქონდა მოგებული. მუდმივად გრძნობდი კავშირს მოთამაშეებსა და გულშემატკივრებთან. ამ განსაკუთრებული სეზონის დასასრული კი ფანტასტიკური გამოვიდა. ამ სეზონში როგორც თითოეულმა ფეხბურთელმა, ისე მთლიანად გუნდმა შეძლო თავისი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, ჩემინება რომ იყოს ოქროს ბურთს ვის მივცემდი. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პრიზს უსმან დემბელე იმსახურებს. სხვა რომ არაფერი, თუნდაც იმიტომ ეკუთვნის, ფინალში გუნდს დაცვაში როგორ ეხმარებოდა. სწორედ ესაა ლიდერის ფუნქცია, რომელსაც მთელი გუნდის აყოლიება შეუძლია. საფიქრალიც კი არაფერია და საქმე ნამდვილად არაა ტიტულებში, ანდაც გატანილ გოლებში. ამისთვის მხოლოდ იმ პრესინგის ნახვაც კი საკმარისია, რომელსაც ის მეტოქე ფეხბურთელებზე ახორციელებდა. ის ამას მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებდა. ფინალში კი საერთოდაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა. ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ძალიან ემოციური იყო, როდესაც გულშემატკივრებმა ჩემს ოჯახს ბანერი მიუძღვნეს. ჩემს გარდაცვლილ გოგონაზე ყოველდღე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, ვიგებ თუ ვაგებ, ის აქ არის. 5-0 ეს წარმოუდგენელია. სიზმარია, საფრანგეთის დროშას ვიცავთ. ფრანგული კლუბი ვართ. ამას ვიმსახურებთ. საფრანგეთში ბევრი დიდი კლუბია. ყველა აკრიტიკებს ლიგაერტს და ამბობს, რომ არ გვაქვს ხარისხი, მაგრამ დღეს ვაჩვენეთ, რომ შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს. ამ გამარჯვებისთვის 14 წლის შრომა დაგვჭირდა. ფინალში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავდა და მომავლისთვის რაღაცას ვაშენებთ. მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო სპორტული დირექტორი გვყავს. შესანიშნავი კლუბი ვართ. ამ სეზონის დასაწყისში ალბათ ვერც ხვიჩა და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სეზონის ბოლო ქართველისთვის არაერთი ტიტულით დამთავრდებოდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა და ფრანგულ გუნდთან ერთად უკვე 3 ტიტული მოიგო. საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. არაოფიციალურად ქართველი ამ სეზონში იტალიის ჩემპიონიც გახდა. მაგრამ ყველაფერი ამ 4 ტიტულით არ მთავრდება. ორ კვირაში ქართველი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს და პარის სენ-ჟერმენთან ერთად ამ ტურნირის მოგებასაც შეეცდება. 13 აგვისტოს კი ევროპის სუპერთასის მოსაგებად ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ ხვიჩა
კვალაცხელიას. ჯერა ის მალე შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას და ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი დიდი ისტორიის დაწერას. ახლა კი მოკლედ UFC და მერაბ დვალიშვილის მოახლოებული ორთაბრძოლა. ამჯერად ქართულ ჩემპიონზე მისმა მომავალმა მეტოქემ შონ ომალიმ ისაუბრა. ის კვლავ დარწმუნებულია, რომ მერაბის დამარცხებას შეძლებს. შონმა კომენტარი ილია თოფურიას ბრძოლაზეც გააკეთა. მერაბის დამარცხება შემიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილს დავანოკაუტებ და გავთიშავ. ბევრი რამ არასაც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია, მაგრამ სოციალური ქსელების დატოვება ერთ-ერთი მათგანია. ჩემი გუნდი Instagram-ს, YouTube-ს და Twitter-ს მართავს, მაგრამ პირადად მე ყოველდღიურად არაფერში ვარ ჩართული და ჩემი ცხოვრება დადებითად შეიცვალა. ეს ყველაფერი იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მერაბი დავამარცხო. ყველაფერი საკუთარი კეთილგანწყობისთვის გავაკეთე. შფოთი ყველას აწუხებს, მაგრამ როდესაც მობილურ ტელეფონზე არ ხარ მიჯაჭვული და მას ყოველ წამს არ ამოწმებ, ბევრი რამ იცვლება. სიმართლე გითხრათ, 2025 წელს მარიხუანა არც ერთხელ მომიწევია. სამუდამოდ არ გადამიგდია, მაგრამ სოციალური ქსელების და მარიხუანას კომბინაცია შფოთს მიძლიერებდა. ილიას და ჩარლზის ჩხუბს რაც შეეხება, გული ამბობს, რომ ოლივეირა მოიგებს, თუმცა ტვინი მეუბნება, რომ თოფურია გაიმარჯვებს. არც ერთი მათგანის ჩამოწერა არ შეიძლება. განსაკუთრებით ილიასი, რომელმაც ვოლკანოვსკისა და ჰოლოვეის წინააღმდეგ ორი გიჟური ნოკაუტი გაიფორმა. თოფურიას და ისლამ მახაჩევის ჩხუბის ნახვა ძალიან მინდოდა. ჩემი აზრით ისინი რეიტინგის პირველი ნომრები არიან. თოფურია და მახაჩევი პირველ ადგილს იყოფენ, თუმცა რა თქმა უნდა, ჯონ ჯონსიც მათ გვერდითაა. თოფურიას და მახაჩევის ჩხუბი იყო ორთაბრძოლა, რომელიც უნდა ჩანიშნულიყო, მაგრამ ისლამმა მაღალ წონაში ასვლა გადაწყვიტა. აქვე გეტყვით, რომ ილიასთან დაკავშირებით ისაუბრა UFC-ს ლეგენდარულმა მებრძოლმა ჯონ ჯონსმა. მისი თქმით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრის მოგება რთულია, მაგრამ უფრო რთულია მისი შენარჩუნება, რადგან წარმატების მიღწევის შემდეგ მებრძოლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. დაამარცხებს თუ არა ვინმე თოფურიას? ამას დრო გვიჩვენებს. შემიძლია ჩემი პირადი გამოცდილებიდან ერთი რაღაც ვთქვა. საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება რთულია, მაგრამ უფრო რთულია UFC-ს ჩემპიონის ცხოვრებით იცხოვრო და ტიტული არ დაკარგო. დიდება, პრესა, ფული, გოგონები, ალკოჰოლი, ეს ყველაფერი შენზე ორმაგად მოქმედებს და მათთან გამკლავება ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. ილიას მთელი სულითა და გულით წარმატებას ვუსურვებ. ვიცი, რომ შესანიშნავი ოჯახი და მენეჯერები ჰყავს. ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ნახოთ რა მოხდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ტიტულის შენარჩუნება ძალიან ძნელია. შეგახსენებთ, რომ თოფურიას და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას-ვეგასში UFC 317-ზე 28 ივნისს გაიმართება. ბევრის აზრით თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, ელ-მატადორი ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდება. თუმცა ამ ბრძოლამდე გამარჯვ მერაბ დვალიშვილი დაიცავს შონ ომალის წინააღმდეგ და ეს დაპირისპირება UFC 316-ზე 8 ივნისს გაიმართება. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და თქვენ თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.